კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი სერიოზულობას ამ ახალი კანონპროექტის. იმიტომ რომ იცით რა არის რომ ჩვენ ხშირად ვაფრთხილებდით ხალხს რომ ცუდ კანონებს იღებენ, ვარქმევდით ამას რეპრესიულ, დიქტატორულს ასე შემდეგ და აი მგელი მოდის ამბავი იყო, იმ შემთხვევაში ეს მგლები იყო, მაგრამ ეს მთელი ხროვა მოდის ახლა მგლების ამ სიტუაციაში და შეიძლება რეაქცია ცოტა დაგვიჩლუნგდა რა და მით უმეტეს ეს არის აბსოლუტურად სხვა ეტაპი არის. რატომ არის ეს იმ ყველასგან კიდევ უფრო მეტად განსხვავებული და საშიში აუხსნათ ადამიანებს? კი ბატონო, მადლობა. ძალიან კარგი სცენარებია ეს და აბსოლუტურად მოსალოდნელია თითოეული მათგანის რეალობაში განხორციელება. აი 2 წლის წინ მაგალითად როდესაც პირველად დაიწყეს ამ რუსული კანონის შემოტანა, ჩვენ მაშინ არ ვამბობთ არ მხოლოდ იმას, რომ ეს კანონი რუსული იყო, თავისი სულისკვეთებით, შედეგებით, ასე შემდეგ, არამედ ვამბობთ, რომ ეს კანონი იქნებოდა დიდი კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ამ კედელში აგურები ისე დაალაგეს, რომ ეს კანონი უკვე იქნება არა კედელი, არამედ დიდი მიჯნა უკვე ჩვენსა და დანარჩენ მსოფლიოს მთელს დანარჩენ სამყაროს შორის. და რატომ? იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე შემოფარგლული ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებით, ეს კანონი საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს უკრძალავს ყველანაირად რაიმე კონტაქტის დამყარებას, რაიმე თუნდაც ბენეფიტის მიღებას უცხოეთში მყოფი ადამიანებისგან. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, თუ ადამიანი არის უცხოეთის მოქალაქე და როგორც თქვენ ახსენეთ, მაგალითად მეღვინის მაგალითზე, ხომ? აი, საქართველოში ეხლაც დაინიცირებული არის ღვინის შესახებ ახალი კანონი. რა თქმა უნდა, ეს ყველა მეღვინეს აინტერესებს. მე შემხედრია არაერთი დისკუსია, მათ შორის Facebook-ის მეშვეობით, სადაც განიხილავენ საჭიროა თუ არა კონკრეტული რეგულაცია. თუ მეღვინეები ამის შემდეგ გააგრძელებენ ამაზე ხმამაღლა საუბარს, ისინი გახდებიან ისინი იქნებიან საფრთხის ქვეშ, რომ არ წავიდნენ 6 წლით ციხეში, რადგან უბრალოდ არ არსებობს მაგალითად ამ სფეროში ადამიანი, ვისაც არ აქვს რაიმე კონტაქტი უცხოელთან, რომელიც მას ასწავლის, უზიარებს რაღაც ტექნოლოგიებს ხშირად ეხმარება კიდევაც არ მხოლოდ ცოდნის გაზიარებთ, არამედ მატერიალურადაც. ამის შემდეგ მეღვინეობის სფეროში მყოფი ადამიანები ან ვეღარ შეძლებენ თავიანთი აზრის გამოთქმას, ან მათ უნდა შეწყვიტონ მთლიანად ყველანაირი დახმარების მიღება. ეს შეეხება ჯანდაცვის სფეროსაც, ფიტნესსაც, ეს შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის კავშირი აქვს უცხოეთში მცხოვრებ. შეეხება ექიმებს, პედაგოგებს, ლექტორებს, ყველას, აი ექიმი, მაგალითად სტომატოლოგები, ხშირად ტარდება ხო, დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმები, სადაც ჩვენები მიდიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას, მათ ნაწილს იწვევენ, მაგალითად უფინანსებენ მგზავრობის თანხას და ასე შემდეგ. ესეც ითვლება მაგაში შედის. საბა მე ვახსენე ეგრეთ წოდებული ქარდების ომი, ხო? მას შემდეგ რაც თუ არსები გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა, მთელი წყება ქარდებისას დეტალურად იყო აღწერილი, როგორც ძალიან შეწუხდნენ ამის გამო და პროპაგანდისტული საშუალებების მეშვეობით თითოეულ მათგანზე 15 თუ 20 ქარდი და შემდეგ დიდი ამბავი ატახეს. ამაზე და ყველას აქ ერთი განმარტება ასეთი რომ ესო ტყუილია, იმიტომ რომ სინამდვილეში ესე უწერიათ. საკანონმდებლო ცვლილებებით კონტროლს ექვემდებარება სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადაცემული ის თანხა, რომელიც ამ თანხის გადაცემის მომენტშივე განკუთვნილია იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას მოხმარდეს. ასე განმარტავენ ისინი. ჯერ ერთი ესეც სრული უბედურებაა, მაგრამ ჩვენ უსმინეთ ამ კანონპროექტის მთავარ წარმომადგენლს, საქართველოს მთავრობას, კობახიძეს, რომელმაც ეს განმარტა მანამდე და თქვა ინტერვიუში ჟურნალისტებთან, რომ აღარ გავიმეორო, პოდკასტთან დაკავშირებით, კი რომ იმანო თუ პოლიტიკაზე უნდა საუბარი თუ უნდა პოლიტიკაზე. მაშინო როგორც პოლიტიკური სუბიექტიო, ისე მოექცესო იმის ქვეშო, ხო? გამჭვირვალე და ასე შემდეგ და რაღაცები. ანუ ერთი ესენი რას წერენ აქ და რასაც წერენ, ესეც სრულიად ანტიკონსტიტუციური არის, მაგრამ მეორე არის როგორ განმარტავენ და როცა ჟურნალისტი შეეკითხა, რომ ესო ვინ უნდა განმარტოსო, კობახიძემ უპასუხა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა და სასამართლომ. აი ისინი როგორ განმარტავენ ამას. ჩვენ ნახეთ ჯერ ისედაც სრულიად იდიოტურ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის კანონში და შემდეგ ეს როგორ განმარტეს თავისივე ნაწერი როგორ განმარტეს ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მეორე კიდე სასამართლომ, ხო? აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რას უნდა ელოდოს ხალხი? კი ბატონო, პირველ რიგში აი საერთოდ ქართული ოცნება რო გვერდით გადავდოთ ცოტა ხნით და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება ჩვენ ვენდობოდეთ ნებისმიერი მთავრობის დაპირებას, რომ ისინი კანონში ჩაწერენ ცუდ რაღაცებს და მე ამას განმარტავენ კარგად. არ არსებობს ასეთი რამ, როდესაც ეს ადამიანები იღებდნენ პირველ რუსულ კანონს, მაშინ
დაპირება იყო ის, რომ ეს არ შეეხებოდათ ინდივიდუალურ პირებს, ეს იქნებოდა მხოლოდ NGO-ებზე, მხოლოდ მედიაზე და ასე შემდეგ. ხედავთ ახლა რომ ყველა შეეხო, იმიტომ რომ ასე განმარტავენ, იმიტომ რომ ეს წერია კანონში. ახლაც კანონში წერია რაღაცები, რაზეც ისინი ამბობენ, რომ შეიძლება ასე არ მოხდეს, თუმცა ბატონ კობახიძეს ნამდვილად წამოწდა ეს განმარტება და არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ასეთი ტყვის მიცემა მთავრობისთვის. ახლა მით უმეტეს არ შეიძლება რომ ეს ვერ გავიაზროთ რა ხდება. რომ წარმოვიდგინოთ აი ამ ქარდების შინაარსი ეს არის იმის თქმა რომ აი უცხოეთში თუ ცხოვრობს ადამიანი თუ უცხოეთის მოქალაქე არ არის ქართველმა რომ გამოაგზავნოს აი ამას არ შევეხებითო. ბატონმა გორდულაძემაც განაცხადა ასეთი რომ აი ემიგრანტი ქართველის მიერ გამოგზავნილ თანხას ჩვენ არ შევეხებითო. ერთი ეს დაპირება რომელსაც სიტყვაზე არ უნდა ვენდობოდეთ ისედაც. მაგრამ გავანებოთ თავი. პირველ რიგში უცხოეთის მოქალაქე თუ არის ეს ემიგრანტი ყველა ვარიანტში შეეხება. უცხოეთის მოქალაქე წერია პირდაპირ აი ამ კანონის შინაარსში. მაგრამ ქართველის რომ გქონდა უშუალოდ საქართველოს მოქალაქე არის და აი რა ვიცი გუშინ წინ წავიდა უცხოეთში და იქიდან აგზავნის რაღაცას. ამ ადამიანებს დაავიწყდათ რამდენი კანონი აქვს მიღებული. ამ ადამიანებს დაავიწყდათ რომ მიღებული აქვს მაგალითად ფარა. სადაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს თვითონ უკვე უთანაბრებენ უცხოელებს და მათგან გამოგზავნილ თანხას, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას შეიძლება მოხმარდეს. ამასაც ის სამართლიც სჯიან. უბრალოდ ამ კანონში დასჯის მაქსიმალური ოდენობა არის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ფარის მიხედვით არის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 1 წელი არის განსხვავება, მეტი არაფერი. ახლა რაზეც ამბობენ, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთო, ემიგრანტებისგან გამოგზავნილ თანხებს არ შევეხებთო და ასე შემდეგ, კანონის დონეზე ეს უკვე აკრძალულია. თვითონ დაავიწყდათ, უბრალოდ იმიტომ რომ ფარას აღსრულებას ცოტა მეტი რამს სჭირდება ფარასთან დაკავშირებით ამერიკული სტანდარტები არსებობს და შესაბამისად გადაწყვიტეს რომ კიდევ უფრო მარტივი ეს შორტკატი მარტივი გზა ეპოვათ ამისთვის რომ ეს ყველაფერი რაზეც თვითონ ამბობენ რომ ამას არ აკრძალოთ უკვე აქვს აკრძალული. მე მგონი საბა და აი ბოლოს მინდა ამაზეც თქვენი კომენტარი მოვისმინო. ესენი აი ამ საუბრებით თავიანთ კი არა ზოგადად ქართულ საზოგადოებას რასეუბნებიან იცით რომ ჩვენთვის სამიზნე არიან აი ეს უცხოური აგენტურა, ქვეყნის მოღალატეები, უსამშობლოები, ეს ადამიანები, რომლებმაც არ მოგვასვენეს და ჩვენ გვჭირდება დამატებითი მექანიზმები, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ მოუხერხეთ ამას, რომ საერთოდ დავამშიოთ ყველანაირი რესურსიდან, გამოვფიტოთ და ასე შემდეგ. ხო, ყველას ეხება, ყველა ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაბმულ ადამიანს და ასე შემდეგ. თქვენ ეს არ შეგეხება. ნუ კანონში კი ეწერება ესე, რომ მე ნებისმიერ შემიძლია ამ ხრე მოუგრეხო კისერ და გავაწვალო და გავაწამო. მაგრამ თქვენ ეს არ შეგეხებათ. აი ხალხი რომელიც შეიძლება სულაც არ არის განწყობილი დიდი სიმპათიებით, ან უბრალოდ მოდი ვიხმაროთ ეს სიტყვა, რომ უფრო ნეიტრალურები არიან, ან დავარქვათ ამას მე უფრო სტერილურები არიან ამ პროცესების მიმართ და ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა სიღრმის ქაქშია მთელი ქვეყანა, ხო? იშვიათად ხვარობ მე ასეთ სიტყვებს, მაგრამ როგორც ჩანს, საჭიროა უკვე რაღაცებს დავარქვა თავიანთი სახელები, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით შვიდად შეუძლიათ იყვნენ ეს ადამიანები, როცა ასეთი რაღაცები ჩაიწელება კანონში, რომ მათ არ მიადგებიან ან მათ პრობლემები არ შეიქმნებათ? არც ერთ ადამიანს, არც ერთ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ შეიძლება რომ შვიდად ეძინოს აი ამ კანონის მიღების შემდეგ. და როგორც ჩანს ამას იაზრებენ და ამიტომ არ მიყვებიან ასევე ამ დაჩქარებულ პროცედურას და ცოტა რაღაცა შიგნითაც კონსულტაციები ექნებათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის მართლა დატენილი იარაღის მიცემა მთავრობაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ ნებისმიერ პირს გაუსწორნენ. აი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ ეხლა ბატონ დავით ხიდაშელი, მაგალითად ბიზნესმენი, რომელიც მონაწილეობდა კარტოგრაფების საქმეში შემდეგ რაჭის ტყეები რომ იყიდეს და ასე შემდეგ. გარეჯი საქართველოს ყველაფერი საერთოდ აი ამ ადამიანმა მაგალითად გადასცა კონკრეტულ ორ სოფელს მიკროავტობუსი რომ ბავშვებს ელოდოთ სკოლაში. ძალიან კარგი საქციელია. მაგრამ დაუშვათ სხვა ბიზნესმენსაც უნდა რომ გადასცეს მსგავსი რაღაც აღჭურვილობა რომ ეს ამ სოფლის სკოლა უკეთესად მოეწყოს და ასე შემდეგ, ხო? დღე ამ კანონის მიღების შემდეგ თუ ამას გააკეთებს და შემდეგ ვინმეს მოუნდება რომ მას ჯარიმები დაუწეროს, მას სამართლებრივი დევნა დაიწყოს მის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ამის გაკეთება შეიძლება, რადგან ისეთი ელემენტარული საქმიანობაც კი, როგორც არის ქველმოქმედება, ადამიანების დახმარება, აი ამ კანონის ქვეშ მოექცევა და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კანონი არ შეეხება რომელიმე ადამიანს, როდესაც ადამიანებს აი ამ კანონიდან გამომდინარე უკრძალავენ სიკეთის, ბენეფიტის, სარგებლის რაღაცის მიღებას. საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათაც ვინც უცხოეთშია, მათ შორის მათაც ვინც საქართველოსშია, უკრძალავენ თავიანთი თანამოქალაქეების დახმარება.
დახმარებას. ეს კანონი კრძალავს არა მხოლოდ უცხოელებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას, კონტრაქტებს და ასე შემდეგ, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც უკრძალავს ერთმანეთის დახმარებას და სოლიდარობას. ეს არის სიტყვა, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინიან და ამის საწინააღმდეგო მოვლენა მთლიანად დღევანდელი უკვე ქართულ. არ და გერბზე გვიწერია რომ ძალა ერთობაში. გერბზე გვიწერია, მაგრამ ეს როგორც ჩანს მათი გერბი არ არის. დიდი მადლობა იურის საბა ბრაჭულს, რომელიც ამ კვირაში უკვე მეორედ შევაწუხეთ, მაგრამ არის თემები, რომელთან მიბრუნება კი არ მოგვიწევს, არამედ მასთან გამკლავება.